მოგესალმებით ყველას და დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. Სამწუხაროდ დღეს უფრო მეც ვერაფერს შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ დროის ფაქტორი, როგორც უკვე ვთქვი. მინდოდა რომ რაიმე ესეთი ვიდეო გადამიყო, რასაც მალე ჩავიწერდი, ამიტომ მოდით ბევრს არ ვილაპარაკებ, თვითონაც გავასწორი. ეს არის Steven Universe's ანიმაცია. The Diamonds of Origins, დაიმონდების ალმასების ისტორია. მე პირადად ძალიან მაინტერესებდა მათი ისტორია, მართლა, სერიალის ყურების დროს მე მართლა ვიფიქრე რომ ბოლოში ჯერ ხომ თეთრი ალმასის ბოლოში გამოჩნდა და მე ვიფიქრე რომ თეთრისგან გავიგებდით სწორედ ისტორიას, რადგან როგორც მე ვიცი, ჯერ შეიქმნა თეთრი, მე შეიქმნა ერთდროულად ლურჯი და ყვითელი და მე სულ ბოლოს ვარდისფერი რამდენიმე 1000 წლის შემდეგ მგონი. და ვიფიქრებდი რომ ეს ისტორია მოყოლილი იქნებოდა თეთრი ალმასის მიერ, მაგრამ ეს არ მომხდარა. გამოვიდა მე ფილმი, ვიფიქრე მაგ ფილმში დავუთმობდნენ ეს ისტორიას დროს და არ მოხდა არც ეგ. გამოვიდა მომავალი Steven Universe-ის არც მაგ ისტორია და ვიცი ახლა რომ ეს არ არის ოფიციალური კანონი არ არის, უბრალოდ ფანების მიერ შექმნილი, მაგრამ მაინტერესებს ახლა. ჯერ ანიმაცია მაინტერესებს და მე მათი ვერსია იმის დაიმონდების ისტორიის, ალმასების ისტორიის. მოკლედ არ გავწელოთ, ხო, ის გამიდოდა. და დავიწყოთ. ალმასების ისტორია, Steven Universe-ის ანიმაცია 3, 2, 1 დავიწყოთ. Attention, the following content is just made for performance, not canon. Რაც მე ახლა თქვი. Please respect the effort. Close to Rebecca Sugar. No, Rebecca's ახლა Rebecca's დონე არ იქნება, მაგრამ around 20,000 years ago. ეს პლანეტები ასე ახლოს რომ ერთმანეთთან გრავიტაცია არ მიზიდავს, მონოზუკი. Steven Universe Diamonds of Origins, რა კარგად არის გაკეთებული. რაც შეუჩი რომ Steven Universe-ის ანიმაციები შემდეგ გასაკვირად მარტივად იქნება. ასეთი გისა დავიჯერო მარტელი მაგის გაკეთება. ოპა, Homeland, to Homeworld. და ორი წრე იყო და გაიყო. Seriozულად? ალმასები ხო, მაგრამ შეიძლება სხვადასხვა დროს გამოვიდნენ. ესეც თეთრი. ფაქტობრივად კოსმოსურმა ძალამ შექმნა რა ეს ალმასები. ეგ ვერსია ყოველთვის ჰქონდა რომ რაიმე ძლიერი კოსმოსური ენერგიის მეშვეობით გაჩნდნენ ამ ქვეყნად. და ყოველთვის ველოდებოდი ამის გამოაშკარავებას, მაგრამ ჯერჯერობით კანონიდან ვერაფერი ვერ მივიღეთ ესეთი. ესეც ჩვენი თეთრი. არა მგონი ახლავე გაჩნდა დარჩენილი. დარჩენილი ახლავე და ბარტო ყვითელი სერიოზულად. მე ახლა მეგონა რომ ყვითელი და ლურჯი ზუსტად ერთ მომენტში გაჩნდებოდნენ. ანიმაცია კარგია. ეს ყვითელის დაცემის გარდა დაშვების სცენა ცოტა ისეთი იყო. ნაკლებად შთამბეჭდავი უდედანაჩილის მომენტები, მაგრამ მაინც კარგი იყო ახლა ფან ანიმაციისთვის. ესეც ლურჯი. მაგრამ ეს დაშვების სცენა ცოტა დაბახარისხიანაა გაკეთებული, მაგრამ მაინც მოგწონს. და ესეც ჩემი საყვარელი ალმასი. ვარდისფერსა და ლურჯს შორის ვარ, რომელი უფრო მოგწონს. ოთხივე მომწონს, მაგრამ განსაკუთრებით ან ვარდისფერი ან ლურჯი. უფრო ვარდისფერი ალბათ, მაგრამ არ ვიცი, ლურჯიც ძალიან კარგი პერსონაჟია. ეს იყო? Made by Monosuke ეგრე. კაპკაც იყენებდა?
ხომალდები. რა კადრია ნახეთ. ეს ეთყობა ის მომენტია, როცა პირველად მიიღო თავისი კოლონია. ეს გამოხედვა რა იყო. პირველად რომ მიიღო თავისი კოლონია, პლანეტა დედამიწა. შემდეგი სპინელის ისტორია. სპინელს ყველაზე საშინელი ისტორია აქვს. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ისტორია აქვს ამ სერიალში და ერთ-ერთი უსაშინელესი ისტორია აქვს საერთოდ რაც მე სერიალები მაგა ფილმები მაქვს ნანახი იქიდან. ერთი რავი ვიხსენებდი ახლა, მაგრამ ერთი იმირ ფრიც თუ ვერ აჯობებს, იმირ ფრიც вообще Attack on Titan-თან вообще საშინელი სიტუაცია ჰქონდა. სპინელიც ხო ვარდისფერის გამო ასე. მაგრამ ასე თუ ისე ეს იყო ალმასების ისტორია, ერთი Steven Universe-ის ანიმაცია. მუნზუკის მიერ შექმნილი. მინდა გითხრათ რომ მომეწონა. რა ვთქვა, ის დაშვების სცენა მართლა ძალიან ისედად მომეჩვენა, თითქოს და ნაკლები დრო დაუთმო ვიდრე დანარჩენ მომენტებს, განათებას და გამოჩენას და ამ ყველაფერს. ასეთი შეგრძნება მაქვს თითქოს და მეტი მოდუდა ვქონდა დათმობილი და თეთრი ალმასის დაშვების სცენა კიდევ მომეწონა, ყვითელი და ლურჯი ისე რა. და ვარდისფერისაც მეტნაკლებად ნორმალური იყო. ზოგადად ის პლანეტები როგორც იყო და ის როგორც იყო, რა ქვია, Homeworld-ი. ეგ მომეწონა, ეგ კაი Homeworld-ის განადგურებაც ანიმაციისთვის კარგი იყო ალბათ. ალბათ რა კარგი იყო. რავი, დიდად რო ვთქვა რომ რაიმე დიდი პრეტენზია მაქვს ამ ანიმაციასთან, არა. ერთი წამით ახლა გებ დავაკვირდე, კაპკატი ხო გამოიყენა. თორცდები კიდე რაღაცა იყო. Ibis Paint, ხო, Ibis Paint-ი. ამ Ibis Paint-ს რაღაც ვერ დავუმოყამე. ჩავიწერი რამდენიმეჯერ, მაგრამ რაღაცნაირი ისეთია. არ არის ისეთი, როგორც მე მეგონა. ყოველ შემთხვევაში ეს ანიმაცია კარგი იყო. როგორც უკვე ვახსენე, Steven Universe-ის ანიმაციებს ჩემთან გასაკვირად მარტივად აკეთებენ. თუნდაც ის რა ქვია, Pixel Drain-ით რომ იყო ნეფრიტის მოგონებები. Pixel Drain-ით კი არა, ვაიმე. Flipper-კლიპით, ხო, Flipper-კლიპით. Flipper-კლიპში კარგად გამოვიდა, Flipper-კლიპი კარგი ის არის API ანიმაციისთვის, მაგრამ ასეთი კარგი ანიმაციის გაკეთება თუ შეიძლებოდა, არ მეგონა, ზუსტად ისე ჩანდა, როგორც სერიალში. ზუსტად არა, მაგრამ ზუსტად იგივე art style-ი არ ყოფილა, მაგრამ იმის თქვა მინდა, რომ ნამდვილი ჩანდა, რო შეხედავდი, მართლა სერიალი გეგონებოდა. ეს ნაკლებად, მაგრამ ეს კარგი იყო, იმსახურებს ჩემგან likes და იმსახურებს იმას, რომ თქვა, რომ კარგად იყო გაკეთებული. ნეფრიტის მოგონებამ вообще, ნეფრიტის მოგონებამ ყველა ვარიანტში გადაუჯოქრა. თან ყველას ისტორია რო ვიყო ერთდროულად. როუზისაც, ლაპისისაც და თვითონ ნეფრიტისაც. სერიოზულად, ეს ვინც აკეთებს ამ ანიმაციებს, აკეთებს იმისთვის, რომ გვაჩვენოს ის მომენტები, რაც გამოტოვეს სერიალში. მაგალითად, არც ნეფრიტი დააბრუნეს და იმის მერე დიდი აქცენტი ნეფრიტზე არ გაუკეთებიათ. არ უნდა გაეკეთებინათ, იმიტომ რომ წესით მნიშვნელოვანი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო. და არც ალმასების გაჩენაზე. ასე თუ ისე ხო, 10-დან 7-ს დავუწერდი ამ ანიმაციას. თქვენ კი დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ ვთქვი, რომ ბევრს არ ვილაპარაკებდი და პრინციპში არც ისე მაქვს მეტი სათქმელი.
მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობა რომ უყურეთ ჩემს ვიდეოს. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხით, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ძალისხი ლайკი. ჩემს მშვიდობებით გნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად ბრძანდებოდეთ.